მოგესალმებით ყველას და რავი ყველა კაი ხალხს გაგიმარჯოთ რა. ეს ერთი ჭიქაღვინო საუბარში უფრო დამეხმარება რა. მოკლედ სრულიად უცებ უეცრად აი ეს ცოტა კარგად გამოვაჩინოთ, რომ მეც კარგად გამოვჩნე და ისე ვილაპარაკო ცოტა უკან ჩავიწიო. ანუ მეგობრები შევიკრიბეთ და გადავწყვიტეთ, რომ ნასვამები ვიყავით და გადავწყვიტეთ, რომ რაღაცებზე გვესაუბრა რა. ხო და ვისაუბრეთ რაღაცა ერთი 9 საათიანი ვიდეო ჩავწერეთ და მე ისე ძალიან მომეწონა, რომ მე მომინდა რომ YouTube-ზე დამედო რა, რომ ხალხს ენახა რაღაცა ხალხი რო შევიდო და რაღაცა ისეთი შთაბეჭდილება მრჩებოდა, რომ შევიდო და იტყოდა, რომ ნახეო რა მაგრად არიანო რაღაცა და როგორ ლაპარაკობენო და რაღაც გაუსწორდებოდა რა ერთი სიტყვით რა და მე ისე მოხდა, რომ ამ ხალხს რო შევახმიანე რაღაცა გაუტყდათ უფრო რაღაც ისეთი სიტყვები ვერ გამოვიყენეთო თუ რაღაცაო და მოკლედ უფრო თავშეკავებულები უნდა ყოფილიყავითო თუ რაღაცაო და თავი შევიკავეთ რა ესე იგი მაგ ვიდეოს დადებაზე რა და მე მომინდა რომ მე დამედო რა იმიტომ რომ რავი YouTube-ზე 1-2-ჯერ მქონდა კიდევაც YouTube-ი გაკეთებული რაღაც სხვადასხვა ვიდეოებს დებდი ხოლმე და მიხაროდა ხოლმე რა და მე იმ დღის მერე ესე იგი ისე მაგრად გამიჯდა ეს ფიქრი რომ ანუ ეხლა კაი ხანია წლები არ მგონია რომ და მოდი დავდებ მეთქი რა ანუ ის ვიდეო გვინდოდა იმას მინდოდა დამერქმია მთვრალი საუბრები ცხოვრებაზე ან რაღაც მასეთი რა და მე სიტყვაზე მეგობრები მოგვეწვია ის და აი ყველა ადამიანი ხო არის, ყველა უნიკალური არის და ინდივიდუალური არის და ანუ ეს ხალხი რომ ეხლა რა მაყურებელი უნდა ყავდეს თავიდან, მაგრამ მე სიტყვაზე მაყურებელიც რო ყავდეს, ხალხიც გაიცნობდა რა ამ ხალხს და ანუ ყველა ხო განსაკუთრებული არის და ყველას განსაკუთრებულობა თითო ვიდეოში ყველაში გამოჩნდებოდა მეთქი რა, მაგას ვამბობდი და მინდოდა რა, მაგრამ რავი რაღაცის გამო ეხლა თავი შევიკავეთ და მე მომინდა მე რომ დამედო რა, მაგრამ მარტო ვარ ეხლა გაიგე, ესეთ სიტუაციაში ვარ და მეც ანუ ისე ძალიან მომინდა რომ ეს ამბები იყო გუშინ და ეგრევე მინდოდა რომ დამედო რა. ანუ ხო რა, მინდოდა რომ რაღაც მაინც დამედო და დღეს ვცდილობ მაგას რა. ანუ რავი ცხოვრებაში ძალიან ბევრ აზრამდე შეიძლება ცხოვრება მიგიყვანოს რაღაცა. მე მაგალითად რავი აი ძალიან დიდი ხანი ყოფილი ვარ მარტო და რაღაცა ეგეთ სიტუაციაში დიდი ხანი გავჩერებული ვარ რა და ეხლა ის არ გეგონოთ რომ თავის პრობლემებზე გვიყვებაო. არა, პირიქით კარგზე გიყვებით რა. ანუ კარგზე უნდა მოვყვე აქედან დავიწყებ რა. ანუ თვითმკვლელობაზე ძალიან ბევრჯერ მიფიქრია და რაღაცა დაჟე მithქვია კიდევაც მშობლებისთვის რომ ანუ შეიძლება მე მასე დავასრულო მეთქი ცხოვრება რა მშობლებისთვის მithქვია ეხა სხვას ხო აღარ გამიჭირდება თქმა რა სხვაზე რა ხო და ანუ უბრალოდ მაღაზრამდეც მივსულვარ რა შეიძლება მართლა მასეც დავამთავრო მაგრამ არ მინდოდა რა ანუ რაღაცა ყოველთვის მინდოდა რომ მეპოვა ცხოვრებაში რომ ცხოვრება გამეგრძელებინა რა შეიძლება გამოჩნდეს ხალხი და გამაგრიტიკო ჯერ საერთოდ ვინ უყურებს ამ ვიდეოს მაგრამ შენ რა გინახავს ცხოვრებაში რომ მაღაზრამდე მიხვედი აი ძალიან ჩვეულებრივ მიხვალ ამაზრამდე რა ვიცი რა უბრალოდ რომ მოწყენილი იყო დიდი ხანი შეიძლება მაგანაც მიგიყვანოს რა მაღაზრამდე მოკლედ მაგას შევეშვალთ რა ყოველ შემთხვევაში დღევანდელი ეს საუბარი გამოვიდა რა იმიტომ რომ ახლა უკვე საუბარსაც მოვაბი თავი და რაღაც მუღამშიც შევედი ამ საუბრის რა ხო და მინდოდა რომ რაღაც ამეტვირთა მოკლედ დამედო
და ესეთი საუბრები, ან რაღაცა კიდე მოგვეფიქრებინა ისე, ანუ ცხოვრებაში ხო ძალიან ბევრი რამე შეგიძლია მოიფიქრო რა ადამიანმა, რომ რითი გაიყვანო ცხოვრება და YouTube-ზეც ეგრე შეგიძლია მოიფიქრო, რომ რანაირი რასახის ვიდეოები დადო. ანუ 1000 რაღაცის გაკეთება შეგიძლია რა და მეახლავე ვიტყვი, რომ რავი, მე თუ გინდათ თუ რამე მოხდა და მართლა გამომწერები მყავდა და რაღაცა მე თუ გინდათ გამახსენეთ რომ ჩემ ვიდეოს ხო რეკლამები არ ექნება და ეს მონეტიზაცია თუ რაღაც ანუ განა რამეს ვამ უბრალოდ მე არ მინდა ამითი ფული შოვნა რა რაღაცა ჩემ პონჩი მინდა რომ რაღაცნაირად ყოველდღიური თუ არა ყოველკვირეული ან ყოველთვიური რაღაცა ასეთი საუბარი, ანუ რაღაც კარგი ვიდეო, კაი ურთიერთობა და ერთმანეთს რამე კაი რო გაუზიაროთ რა, ყოველ შემთხვევაში მე ვაპირებ, რომ მსოფლიოს რაღაცა კაი გაუზიარო ამითი, ამ საუბრით რა, ჩემი ამ საუბრით რა. ძალიან კაი, ხო და მასე იყო ეს ვიდეო რისთვის ჩავწერეთ ეგეც ვთქვით. ხო და ანუ ეხლა ცხოვრებაში რა ეტაპზე ვარ, იცი? ანუ სითიმოლი რო არის საბურთალოზე, მანდ მუშაობ, სუპერი არის მაღაზია, კაროჩე. რაღაც დამხმარეთ თუ რაღაც, ანუ რაღაც ნივთები უნდა გადაადგილო, ეს მოიტანო, ის წაიღო, რაღაც მასეთ პონჩი ვარ რა. ასე ვთქვათ, მუშაობ რა. ხო და ეგეც რავი, ანუ იმიტომ რომ რაღაცა ხო უნდა გააკეთო ცხოვრებაში რა. რავი, შეიძლება ძალიან სხვა რაღაცები გააკეთო, მაგრამ მე ამ ეტაპზე ეს ავირჩიე, რა ვიცი და ცუდად არ უდგები რა. აი ის იდეაც მქონდა რომ სიტყვაზე ხვალე გადამეღო, ანუ როგორ გავიღვიძებ რა, კბილების კახეხვას ხო არ გადავიღებდი და რაღაცა რა. ანუ როგორ წავალ სამსახურში ერთი დღე იქ მეტროში ჩავალ რაღაცა, შეიძლება ეგეც დავდო რა, რავი. ინსტაგრამზე მიყვარდა ხოლმე ძალიან, მაგრამ სტორები რა, სულ სტორებს ვდებდი ხოლმე და რავი, ინსტაგრამზე ვისაც ვყავარ დამატებული, სხვათა შორის ძალიან ცოტა ადამიანს ვყავარ დამატებული რა, მაგათმა კი იციან ჩემი სტორების ამბავი და რაღაცა რა. ხო და რავი, შეიძლება ეგეც დავდო ხვალინდელზე, მაგრამ არ ამგონია. ხო და დღეს მომთხოვა გამაგიჟა რა YouTube-მა, სანამ იმ გადავიფიქრებდი, რომ ის ვიდეო არ დამედო რა. ძალიან მინდოდა რა, რომ დამედო და ანუ უკვე აღარ ვითვალისწინებდი იმ ადამიანების აზრს რა, რომ მოდი აღარ დავდო მეთქი. ვდებდი რა და YouTube-მა მომთხოვა, რომ ვერიფიკაცია უნდა გაიარო. და შენ ტელეფონზე უნდა მოვიდესო მესიჯიო, ან დაგირეკავთო და ციფრები უნდა ჩაწერო რა, რეებსაც ჩვენ საუბრის დროს გეტყვითო რა. ხო და ვერ გავიარე რა ეგ ვერიფიკაცია. ეხლა დიდი ალბათობით ამ ვიდეოს კი ჩავწერ ეხლა მე ვწერ და რაღაცა და უფრო დიდი ხანი მექნება რომ ავტვირთო და მაგ პრობლემას, უფრო დიდი ხანი მექნება რომ მაგ პრობლემას მე გავუმკლავდე და ავტვირთო რა. და ალბათ დიდი ალბათობით გამომივაკიდევაც, მაგრამ რავი, სამჯერ დავაჭირე რომ დამირეკეთ მეთქი და ჩავწერ მეთქი რა. არც ერთხელ არ დაირეკა რა, ტელეფონზე არ დაირეკა. ხო, ეგ ცალკე ამბავი კიდე მაგისი პრობლემა არ იქნება ადვირთვის რა და რა მე ახლა კარგ ხასიათზე დამაყენა ყოველ შემთხვევაში ეს ღვინო მამაჩემის გაკეთებული არის რა, სავა. ხო და ხვალე ვაპირებ, ესე იგი დილის 8-ზე უნდა ვიყო იქ რა. ან დილით ესე ადრე რომ გაიღვიძებ, რაღაცა დილიდანვე რომ მიდიხარ, გინდა სამუშაოზე, გინდა რაღაც საქმე რო გაქვს, ან რაღაცა რო იღვიძებ ხალისიანად. просто რაღაცა მიზანი რო გამოძრავებს და რაღაცა, მე ყოველთვის მიყვარდა ხოლმე ეგეთი დილები და ეგეთი დილას გაგვიძებები რა. ეს ვიყიდე ბოლოს სემუელ ბეკეტის მოლოი არის რა, ამას ვკითხულობდი იმაში, ტელეფონში მქონდა რა, PDF-ი და რაღაცა რა და ანუ ერთმა ჩემმა საყვარელმა ადამიანმა მირჩია რა ამის წაკითხვა, მაგრამ მე ხო კიდე რაღაცა
ანუ ცხოვრება არევასებაო და რაღაცა იტყვი ჩემზე მაგას და მოწყენილი არისო და რაღაც და ეს ვაფშე ეს სემუელ ბეკეტი რავი იმენა მე მგონი ჩემზე ბევრად უფრო ღრმად არის მაგ საკითხში შესული რა ანუ თან მე მგონი ეს დაწერა არა ახალგაზრდობაში არამედ უფრო მაღალ ასაკში დაწერა რა და მერე ცხოვრება ალბათ უფრო რთულდება თუ უფრო გბეზდება თუ რაღაცა ყოველ შემთხვევაში მასე აქვს რა დაწერილი ანუ აბსურდი არის თითქოს ყველაფერი რა რაღაცებში ეძებს რა რომ რაღაცაში ცხოვრება რომ გააგრძელოს მაგრამ ანუ იმას უფრო მაგრად კიდია რა ცხოვრება რა კი არ ვეჯიბრები და რაღაცა უბრალოდ რაღაც დონეზე ისე მაგრად ეკიდა ცხოვრება რომ აღარ გამისწორდა ამ წიგნის წაკითხვა მაგრამ რახან ახლა წიგნად ვიშოვე და უკვე ეს დაბეჭდილი არის და სუნიც აქვს მევასება რა ალბათ წავიკითხავ რა ბოლომდე და მე უკვე ბოლომდე ჩავწვდები კიდევაც რომ რისი გადმოცემა უნდა და როგორ უნდა და რა უნდა რა ამ კაცს რა ამ სემუელ ბეკეტს რა ხო და ხვალე ესე იგი იქ მივდივარ 8 საათზე უნდა ვიყო იქ ანუ ეს ვიყიდე გუშინ მე მგონი რა 19 თუ 20 ლარი ღირდა რა კაკრას კარტაზე მქონდა 1.25 ლარი დარჩენილი თუ რაღაცა რა და აჭარაზე თამაშს რავიას ვიყიდე რა აჭობდა ხო და არა ისე იმას შეიძლება უფრო მეტი მოეცა მაგრამ მე მაინც მე თამაში მომინდებოდა და რავი რა მთელი ამბებია რა ხო და ესე იგი ამის წაკი ხო და რადო ანუ რაღაცნაირად ანუ ამ ბოლო დროს ერთი 5 თვეა თუ 6 თვეა ალბათ 5 თვეა რა არ წამიკითხავს რა არაფერი საერთოდ ან წიგნს საუბრობ თორე იქ ინსტაგრამზე და მასეთ გვერდებზე რაღაცას უეჭველი წაიკითხავს სათაურს ან რაღაცას ან იქ აბრას დააგვირდებოდი და რაღაც ჯიხურის სახელს წაიკითხავდი რა ხო ან წიგნი არ წამიკითხავს რა მაგას ვამბობ რა და რაღაცნაირად თითქოს არც მომწონდა რა ეგ ამბავი რომ რატო შევეშვიმეთი მაგრამ ადრე სიგარეტს ვეწეოდი ხოლმე რა ერთი 5 თვეა არ მომიწევია და ანუ კითხვის დროს ესე რო კითხულობ და თან რო აბოლებ და რაღაცა მაგრად მევასებოდა რა ან თან სიგარეტის მოწევა რა ეხლა არა მაქვს ეგ ფუფუნება რა ყოველთვის მე ავირჩიე რა მასე მე არა მაქვს რა ხო და რავი ალბათ ეხლაც გამომივა რა ანუ უსიგარეტოდ კი როგორ არ წამიკითხავს სიგარეტს ხო და ანუ ერთ-ერთი კიდე რავი საშუალება დროის გაყვანის ეს კითხვა ავირჩიე რა ცხოვრებაში რა ესეთ ეტაპზე ვარ ესეთ აზრებზე ვარ რა ანუ ყოველ შემთხვევაში რაღაცა ერთ ადგილას გაჩერება და ის არ მინდა რა ანუ რაღაც მინდა რომ ჩემ ცხოვრებას აზრი შევძინო რა ბევრი ადამიანი უფრო მერე ოჯახს ქმნის ხოლმე მაგრამ რავი ვერ ვნახე ჯერ